გურიაში თხილის სეზონი უკვე კარგახანია დაიწყო. მთავარი კითხვა, რომელზე პასუხი გლეხებს ყოველდღე აინტერესებთ, თხილის ფასია. ფასი მხოლოდ ციფრები არ არის, რადგან ის განსაზღვრავს, რამდენად დაფასდება გლეხის შრომა და როგორი მოგებით შეძლებენ მუშაობას ადგილობრივი რეალიზატორები. მოქალაქეები სხვადასხვა შეფასებებს აკეთებენ. ზოგიერთისთვის წლევანდელი ფასი მისაღებია, სხვებისთვის კი იმედგაცრუების მიზეზი. ერთადერთი სიახლე ამ მხრივ ისაა, რომ თხილის მიმღებ ობიექტებში თხილის ხარისხის ეგრეთ წოდებული გატეხვით შემოწმება აღარ ხდება. ოზურგეთში თხილის ფასი კლებისკენ მიდის. გულში შველა ამჯერად 1 კილოგრამი 3 ლარი, ხალხად 3 ლარი და 20 თეთრი ღირს. ბერძნულა 3 ლარი და 80 თეთრი. თუმცა არის ობიექტები, სადაც კარგი ხარისხის ბერძნულას ჩაბარებას 4 ლარად შეძლებთ. სეზონის დასაწყისში ბერძნულას ჩაბარება 4 ლარით და 50 თეთრით დაიწყო, თუმცა ფასი თანდათან დავარდა. როგორც თხილის მიმღებ ობიექტებში ამბობენ, ფასის ვარდნა მოსავლის ხარისხის გაუარესებას უკავშირდება. თხილის მსხვილი რეალიზატორები, რომლებსაც პროდუქტი რეგიონს გარეთ გააქვთ, ამბობენ, რომ წელს თხილის ხარისხი გურიაში ძალიან დაბალია. ამის მიზეზად მწერი აზიური ფაროსანა და მავნებლის საწინააღმდეგო შეწამლითი ღონისძიებების არასათანადო განხორციელება სახელდება. ამბობენ იმასაც, რომ ბაზარზე შესაწამლის საშუალებების ხარისხი დაბალია და ზოგჯერ აღნიშნული წამალი უფრო მეტად აზიანებს თხილის ხეებს, ვიდრე ფაროსანას.